ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. მე ვარ მონაზონი მარიამი, ია ბაგრატია მუხრანელი და დღეს ჩემი სტუმარია ძალიან ცნობილი პიროვნება, ბატონი გიორგი ლილუაშვილი, არის ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული აკადემიის და პარტია საქართველოს თავმჯდომარე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მტკივნეულ თემაზე, რომელიც მემაწუხებს ბატონ გიორგის და სრულიად საქართველოს 31 წლის არჩევნების შესახებ. ბატონ ზვიად გამსახურდიაზე, ეროვნულ მთავრობაზე და იმ უბედურებაზე, რაც მოყვა მისი პრეზიდენტობის ნაადრევად დასრულების შემდეგ, ვინაიდან პუჩისტებმა ვერ მოასვენეს ვერც საქართველო, ვერც ზვიად გამსახურდიას ოჯახი, ვერც ეროვნული ძალები, მოაწყვეს საშინელი ამბოხება, რომელშიც იყო ჩართული სულკიც, კავშირის მესვეურები და რა ვიცი, ყველა საქართველოს მტერი. ამაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ, რამეთო 31 მარტი ეს არის საოცარი თარიღი, იმიტომ რომ მაშინ პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები და გაიმარჯვა მრგვალმა მაგიდამ თავისუფალმა საქართველომ. ეს იყო ისეთი დიდი სიხარული, რომ ბატონი გიორგი მაშინ ახალი დამთავრებული ჰქონდა სკოლა და ახალგაზრდობა, ასეთი ერთსულოვნება, მთელი ერის და ბერის, მთელი საზოგადოების ყველა წარმომადგენლის, ძველგაზრდების, ახალგაზრდების მე არ მიგრძნია არასდროს. ეს იყო უდიდესი ზეიმი და უდიდესი გამარჯვება ეროვნული ძალების. ვიდრე ბატონ გიორგის მივცემდი სიტყვას, მე მინდა მოგახსენოთ თქვენ, რატომაა ეს ჩვენთვის თავადაზნაურთა საკრებულოს წევრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. რამე თუ 1990 წელს დაარსდა, უფრო სწორად აღსდგა ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავადაზნაურთა და მათ საკრებულოს საქმიანობა. ბოლო ჩვენი წინამძღოლი, გენერალ-მაიორი კოტე აფხაზი, ილიას დიშვილი, 4 გენერალთან, 14 გულანთებულ ვაჟკაცთან დახვრიტეს 23 წელს, 21 მაისს და ჩვენ ყოველწლიურად ამ თარიღს აღნიშნავთ, ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს და პირველი ჩვენი გამოძახილი მთავრობაში იყო სწორედ ბატონი ზვიადი. მაშინ მიგვიღო თავადაზნაურთა საკრებულოს წევრები, ძალიან გულთბილად გვესაუბრა და შეგახსენებთ, ვისაც არ ახსოვს, რომ ბატონი ზვიადის დედა, ქალბატონი მათიკო მირანდა ფალავანდიშვილი, ეს არის უძველესი გვარი, რომელიც დარიოსის ხნიდან მოდის, ფეხლევანდიშვილი, ბოლოშახი ირანის ფალავანდიშვილი იყო სხვათა შორის და ძალიან ბევრი თავდადებული ვაჟკაცი აღუზარდა ამ გვარმა საქართველოს. ქალბატონი მირანდა კონსტანტინემ შეარქვა ასე, უყვარდა სილამაზე ყველაფერში და ეს სახელიც გამოუცვალა. მათიკო გახდა მირანდა. კონსტანტინეს და მირანდას ყავდა ორი შვილი, ბატონი ზვიადი და ქალბატონი თამარი, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა. მირანდას მშობლები დახვრიტეს 21-ში, ობლად იზრდებოდა და როდესაც გააყვა ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ცოლად, ეს შვებაც იყო და ხსნაც, იმიტომ რომ უკვე ბატონი კონსტანტინე უვლიდა ოჯახს და ეს კოლხური კოშკი არ იყო მარტო საცხოვრებელი სახლი, ეს იყო ეროვნული ცენტრი. იდეოლოგიის ცენტრი იყო. ქართული ფილოსოფიის, ქართული მსოფლმხედველობის, ქართული აზრის ცენტრი,
და რა დღეში ახლა კოლხური კოშკი მოგეხსენებათ ვიღავი მე ვნახე სავალალოა გარდა იმისა რომ ცოტნეს რა მოვიდა ზვიადიშვილს იცით თქვენ ებრძვის სიკვდილს მრავალი წელი და ეს არის მთელი ერის და ჩვენი მთავრობების ეგრეთ წოდებული მთავრობების იმიტომ რომ მთავრობები ჩემი აზრით არ არიან საკუთარი ინტერესების გამტარებლები და თუ ნიურნბერგის პროცესს უწყობენ სააკაშვილს ნამდვილად ღირსია, მაგრამ პირველ რიგში სააკაშვილი იყო გამოსდილი შევარდნაძის მიერ და უნდა დაიწყო 91 წლიდან, როდესაც ამდენი უბედურება მოახვიეს საქართველოს. პირველი ჩემი შეხვედრა ბატონ ზვიადთან მოხდა მე სულ ახალგაზრდა ვიყავი მაშინ ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა თამარ ამირეჯიბი ცნობილი პიანისტი იყო ინგლისში მოღვაწეობდა და კოლხურ კოშკში მივიყანეთ ბატონი კონსტანტინე ცოცხალი იყო მაშინ ძალიან გულთბილი მიღება იყო და მაშინ გავეცანი ზვიად გამსახურდიას მაგრამ კონტაქტები არავითარი არ ქონდა და როდესაც 91-ში უკვე აირჩიეს პრეზიდენტად და იცით თქვენ მრგვალმა მაგიდან როგორ გაიმარჯვა არჩევნებში და ნიშანდობლივია რომ აფხაზეთში და ცხინვალში 95%-ით მისცეს ხმა მრგვალ მაგიდას. ეს იყო საოცარი ერთსულოვნება, ვისაც ეს დღე არ ახსოვს, კადრები ნახეთ. მთელი ერი იყო გულანთებული და მე ბედნიერი ვიყავი რომ მოვესწარი ამას. ეს იყო საოცარი შემართება და საოცარი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. პირველად მთელ საბჭოთა კავშირის სივრცეზე ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები არა ბალტიისპირეთში, არა სხვაგან, არამედ საქართველოში და ეს იყო მოულოდნელი ამ საბჭოთა კავშირის აგენტებისათვის და ყველასათვის, ერის მტრებისათვის და თქვენ იცით რომ ეს ტალღა აზვირთდა 9 აპრილის შემდეგ და საოცარი ნაკადები იყო ხალხის მოდიოდნენ მე რამდენიმე სურათი წამოვიღე და გაჩვენებთ ეს ის კადრებია რომლებიც ასახავენ ხალხის ერთსულოვნებას მოდიოდნენ ყველა ფენის წარმომადგენლები უამრავი ხალხი იყო მთავრობის სასახლესთან ნახეთ აი ბეტერი აქ ასახული და საერთოდ ეს საქართველოს მაშინ გადაიტანა უზარმაზარი დარტყმა და გაუძლო ყველაფერს და 9 აპრილის მერე იმდენად დიდი იყო ეს ტალღა საპროტესტო რომ ხალხმა ერთსულოვნად მისცა ხმა მრგვალ მაგიდას და გითხარით ეს იყო ყველასათვის მოულოდნელი. მრგვალი მაგიდის გამარჯვება იყო გამარჯვება ბოლშევიზმზე, გამარჯვება რეპრესიებზე, გამარჯვება ანტიქართულ პოლიტიკაზე. ეს იყო მთელი ქართველი ერის ხმა. ვიდრე მე გავაგრძელებდი ჩემს სიტყვას, მე მინდა ბატონი გიორგი მე წარვადგინე უკვე მას თხოვა, მაშინ სულ ახალგაზრდა ადამიანი იყო და აი თქვენი შტაბ-ჭრილებები. დიდი მადლობა დედაო, მე მივესალმები საზოგადოებას, მე მოხარული ვარ რომ თქვენთან მომიწვიეთ გადაცემაში და თან მით უმეტეს იმ თემაზე, რომელიც მთელი ქართველი ერის და საქართველოს სიამაყე არის. ეს არის 1991 წლის 31 მარტი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ერთადერთ ქვეყანაში საქართველოში და სადაც ქართველმა ერმა დააფიქსირა თავისი პოზიცია გამხდარიყო დამოუკიდებელი და ამ დამოუკიდებლობით მარტო საქართველოს კი არ გახდა დამოუკიდებელი. ეს არის მოვლენა, მსოფლიო მოვლენა, როდესაც მსოფლიო იხსნა საბჭოთა იმპერიალიზმისაგან და იმპერიისგან. ფაქტიურად აი ამ რეფერენდუმმა და 9 აპრილმა განაპირობა საბჭოთა კავშირის დაშლა. ეს მოვლენა არის მსოფლიო მოვლენა და შესაბამისად არ გვაქვს დაფასებული, როგორც ჩვენთან ასევე მსოფლიოში. რატომღაც მხოლოდ მივიჩნევთ, რომ საქართველოს გახდა დამოუკიდებელი. საქართველოს კი არ გახდა დამოუკიდებელი, მსოფლიო გახდა დამოუკიდებელი იმ სისხლიანი იმპერიისგან, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და იმ ტერორისგან, რაშიც ამყოფებდა ეს საბჭოთა კავშირი მთელ მსოფლიოს. მინდა დავაზუსტო. მამა ბუშმაც კი ხომ გახსოვთ მაშინ? კი, როგორ არა. უკრაინიდან დაეტიოთ თქვენ ხალხი რა. არ მოწონდა ამერიკასაც ეს არ მოწონდა. ახლობდა ერთიანი. კი, რა თქმა უნდა, იმათ სხვა ინტერესები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ინტერესები იყო ის, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყავით, ჩვენი თვითგამორკვევა მომხდარიყო და ამაში დიდი წვლილი ზვიადგამსახურდიას მიუძღვის, იმ ეროვნულ მოძრაობას მიუძღვის, რომელმაც თავისი სისხლი და აი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეწირა ამ ყველაფერს და დღესდღეობით ეს ადამიანები არიან დაუფასებელი, თუნდაც ის რა დღის რომ ჩვენს ქვეყანაში არის რეიგანის ძეგლი, არის ალიევის ძეგლი და არ არის ზვიადგამსახურდიას ძეგლი. ელემენტარულად საქართველოს პირველი პრეზიდენტი არის, უბრალოდ მეტი პრეზიდენტი ჩვენ არ ყოლია, იმიტომ რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი მხოლოდ ზვიადგამსახურდია იყო, დაანჩენი იყვნენ პუჩის შედეგად წარმოშობილი რაღაც წარმონაქმნები და მისი ძეგლის და მისი სახელის ხსენებაზე თავისთავად ამ ხელისუფლებას აჟრიალებს, მაგრამ ჩვენ ხო ვართ არა ქართველები და ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და ერთად უნდა შევებრძოლოთ ამ ყველაფერს. ამ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 31 მარტს შევიკრიბოთ ვაკეში აბაშიძის 36 ნომერში 2 საათზე და მოუწოდებთ საზოგადოებას მოვიდნენ ამ დარბაზში დაესწრონ და განვიხილოთ ის პროცესები, რა პროცესებიც მიმდინარეობს. ამ ღონისძიებას ატარებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგისა და კანონიერების აღდგენის საორგანიზაციო კომიტეტი და ამ კომიტეტში შედიან როგორც უზენაეს საბჭოს დეპუტატები, ასევე მინისტრები, ეროვნული ხელისუფლების და ასევე შედიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანებს და სამწუხარო არის ის გარემოება, რომ რატომღაც პარლამენტის ოფიციალური გვერდიდან ადრე იყო განთავსებული უზენაესი საბჭოს წევრების ჩამონათვალი, დღესდღეობით ეს ამოღებული არის და პარლამენტის გვერდიდან მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრებიდან იწყება საზოგადოებისთვის ასე რომ ვთქვათ დეპუტატების გაცნობა. უზენაესი საბჭოს წევრების მათ შესახებ ინფორმაციები იმდენად მწირია და ფაქტიურად არ არის მინისტრებთან დაკავშირებით და ადგილობრივი თვითმმართველობის იმდროინდელ წარმომადგენლებზე ხო საუბარი ზედმეტია. არა და ამ დროს საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანებს, ვის უნდა ცეთ პატივი შესაბამისად, ვინ მოგვიპოვა ეს დამოუკიდებლობა და ვისი მეშვეობით ვართ დღესდღეობით დამოუკიდებლები. ეს ადამიანები თუ არ გვეცოდინა ჩვენ და არ გვექნა მათ შესახებ ინფორმაცია, მაშინ რომელ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ და დღესდღეობით უფრო და უფრო ნადგურდება ინფორმაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით და სკოლებში რაც უნდა ისწავლებოდეს იმის მიათედიც კი არ ისწავლება. მე წამოვიღე სპეციალურად ამოწერილი არის ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან, სადაც განმარტება არის ეროვნული დღესასწაულები, ეროვნული ერთიანობის დღე 9 აპრილი. და ახლა წაგიკითხავთ რა განმარტება აქვს ამ დღეს. ეს დღე გვახსენებს 1999 წლის 9 აპრილის ამბებს ერთ მუშტად შეკრულ მშვიდობიან ხალხს, რომელსაც თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობა სურდა, იარაღით გაუსწორდნენ. ამ დღეს 16 ადამიანი დაიღუპა, ასობით სხვა კი დაიჭრა, მოიწამლა და
დასახიშდა. სწორედ 9 აპრილის შემდეგ გაერთიანდნენ მოქალაქეები დამოუკიდებლობის მისაღწევად და სწორედ ამიტომ ეწოდა მას ეროვნული ერთიანობის დღე. მაპატიეთ, მაგრამ 9 აპრილი მარტო ეს არ არის 9 აპრილი. 9 აპრილი არის მოვლენა, მსოფლიო მოვლენა, სადაც საბჭოთა ჯარისკაცებმა ჩვენი გოგო ბიჭები სანგრის სათხელი ნიჩბებით აჩეხეს. და მოწამლეს, მოწამლეს, გაანადგურეს და ჩვენ როდესაც ამას არ ვამბობ, ვინ გააკეთა ეს? გამოდის რომ უცბად დახოცილან ეს ადამიანები, არანაირი ბრძოლა არ ყოფილა, არანაირი ეროვნული მოძრაობა არ ყოფილა, ვინც იბრძოდა ამასთან დაკავშირებით და გამოდის რომ ეს არაფერი მოვლენა არა, დიდი რამე ახლა 16 კაცი მოკვდა, დღეს სოფლიოში მილიონობით წყდება და აგერ კოვიდის დროს 17000 კაცი მოკვდა და იმას არაფრად არ აგდებენ და აქედან გამომდინარე ეს არის გაუბრალოება ამ საკითხის გაუბრალოება იმ მოვლენების რაც ხდებოდა ზუსტად ეს არის როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა აი ასეთი ფიზიკური განადგურება მოხდა გაანადგურეს მისი ოჯახი რა დღეში არის დღესდღეობით კოლხური კოშკი რაც ქართული ეროვნული მოძრაობის იდეოლოგიის ცენტრად ითვლებოდა მის გარშემო მიმდინარე პროცესები სამშენებლო ღონისძიებები ისე მიმდინარეობს რომ კანონს არავინ არ დაუდევს და კი ისეთ მდგომარეობაში არის ეს და თან მიმდებარედ კანონით გათვალისწინებული რაც აქვს ამათ კანონით დაწერილი იმითაც აკრძალულია მშენებლობების განხორციელება და ესენ მშენებლობებს ახორციელებენ არაფრად არ დააგდებენ უბრალო ადამიანებს და მე ვიტყვი ახლა აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ რა მდგომარეობაში არიან გასაცოდავებულ მდგომარეობაში არიან ის უზენაეს საბჭოს დეპუტატები აი არ ვიცი მე უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით საზოგადოება უნდა ამოიღოს ხმა და უნდა იბრძოლოს იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალი დღესშექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან არის ზუსტად უზენაესის საბჭოს მეშვეობით შეიძლება დღეს დავიბრუნოთ ის სამართლებრივი კანონიერი მდგომარეობა, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერქვა, რაც მოგვიტანა 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა, რაც მოგვიტანა იმ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა და სხვათა შორის ვერსად ვერ მოვიძეთ აქტი კი არის, მაგრამ სია იმის თუ ვინ მოაწერა ხელი ასეთი სია არ არსებობს ახლა ხელმოწერაზე ზოგი გარჩევადია ზოგი არ ირჩევა და საზოგადოებისთვის რთულია გაარჩიო იმდენ ხელმოწერებში ვინ მოაწერა ხელი ამიტომ ეს უნდა იყოს სია ვინ მოაწერა ხელი ვინ იყვნენ უზენაესი საბჭოს წევრები ვინ იყვნენ მინისტრები რა დარგის მინისტრები იყვნენ მათი ავტობიოგრაფიები რა ადამიანები იყვნენ ეს ხელის მომწერები ვინ იყვნენ მათი ავტობიოგრაფია ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ და როდესაც საზოგადოებას ამის საშუალებას არ აძლევენ და ინფორმირება არ ხდება არც სკოლებში მომავალი თაობა არ სწავლობს ამას და მაშინ ჩვენი მეობაც იკარგება ზუსტად და ესა უბედურება და დიდი მადლობა რომ ამ საკითხს დაუთმეთ დღეს ეს გადაცემა და ეს წვავე საკითხი არის. ამიტომ მობრძანდით ჩვენ შეხვედრაზე 31 მარტს 2 საათზე ვაკეში აბაშიძის 36 ნომერში და ერთად დავსახოთ თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა აღვადგინოთ საქართველოს რესპუბლიკა, ბევრმა ისიც კი არის ის, რომ ქვეყანას სახელი შეუცვალეს, იყო საქართველოს რესპუბლიკა, როდესაც დამოუკიდებელი გახდა და დღეს საქართველო არის. ანუ ამით მარტო სახელი კი არ შეიცვალა, მისი წესწყობილება შეიცვალა და მისი მდგომარეობა შეიცვალა და თუ ამის შესახებ საზოგადოებამ არ გაიგო და არ გაითავისა რა პროცესებში ვიმყოფებით დღეს ჩვენ საერთოდ დავკარგავთ იმ მონაპოვარს რაც მოვიპოვეთ 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე და შემდგომ გაფორმდა ეს 9 აპრილს იმ ხელმოწერით რასაც დამოუკიდებლობის აქტი ქვია აი ეს არის მეგობრებო და ამიტომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ერთად უნდა შევებრძოლოთ ამ
ოლიგარქიულ სისტემებს და არ შეიძლება რომ ვიღაცის RGB-ში აღმოჩნდეს მთელი ქართველი ერის სიმდიდრე, მისი მიწაწყალი და მისი სულიერება. ეს არის ისტორია, რა თქმა უნდა, ისტორიას ჩვენ გვინადგურებენ, ისტორიის განადგურება ხდება ახლა და ფაქტურად ამოყოფთ თავს რუსეთის ისე გუბერნიაში შეგვიყვანებენ, ან თურქეთს გადაცემენ ნახევარს რუსეთი გაინაწილებს და როგორც იყო დანაწევრებული ისე დაგყოფენ და დაგვანაწილებენ და თუ ერთად არ დავდექით, ერთად არ ვიბრძოლეთ და იმ სამართლებრივ გზებს არ დაუბრუნდით ჩვენ, ძალიან დღეში აღმოჩნდებით და ძალიან ცუდი მომავალი გველოდება ეს არ შეიძლება ასეთ მიყრუება საზოგადოების და განხეთქილება და ზოგი ცალკე გარბის ზოგი იქეთ ზოგი აქეთ არ შეიძლება დღეს არის ის დრო როდესაც მთელი ქართველი ერი ერთად უნდა დადგეს ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ჩვენ არ ვართ განებივრებულები ტელევიზიებით და დღეს რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს გადაცემაში მოგვიწვიეთ დიდი მადლობა დედაო ალბათ უფლის ნება იყო ეს მომხდარიყო და სასიამოვნო იყო და კიდევ იქნება მე მგონი გადაცემა 31-ში მაგრამ მე მინდა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს მიმართო მე მახსოვს მაგალითად იმ ღამეს გოგონათა ეს ანსამბლი რომლებიც ფაქტურად ბრმები იყვნენ ვერაფერს ვერ ხედავენ და ბატონმა ზვიადმა შესანიშნავი ხმები ჰქონდა და გალობდნენ და აერთიანებდნენ ხალხს და მე მახსოვს კადრები როდესაც ტანკები მოდიოდნენ უკვე და ქართული ცეკვა დაიწეს ახალგაზრდებმა. კი, ეს ცნობილი კადრები არის. აი ეს იყო საოცარი ერთობა და ამ ერთობის საწინააღმდეგოდ მართლაც ტანკები და საწამლავებით გაუსწორდნენ ერს და ახალგაზრდობმა ეს უნდა იცოდეს. და ბატონმა ზვიადმა და ბატონმა მერაბმა ის გოგონები გამოიყვანეს ქაშვეთის ტერიტორიაზე და მრავალი სხვა პატრიარქის მოწოდებაც იყო რომ ქაშვეთში გადასულიყვნენ მაგრამ ეს სამხედრო მანქანა და ნიჯბებით გაუსწორდნენ ერს ამიტომ გაერთია ვერ მოიწვინა ქართველმა ეს იყო პროტესტი და ქართველი კაცის და ქართველი ახალგაზრდების შინაგანი სწრაფვა აღარ გვინდოდა ჩვენ არავით არის მონობა, არავით არის უღელი და ამიტომ აღსდგა მთელი ერი. აუცილებელია ჩვენი გმირების გახსენება. მე ჩემი თვალთახედვით ასეთი ტენდენცია არის ახლა ამ ბოლო წლებში. დავუშვათ ახსენებენ დიდ მერაბს. ზვიადის მეგობრს და ზვიადს არ ახსენებენ. თითქოს ის ცალკე იყო სულ მათი და ეს დიდი მკრეხელობა და დიდი წოდვა. იმიტომ ეს ერთიანი ძალებით, ეროვნული ძალებით მოხდა უპრეცედენტო მთელ მსოფლიოში ფაქტი, როდესაც პატარა მაშინ ვიყავით გახლით შედა იბატონი არის ეს ზუსტად, იმიტომ რომ ზვიადი და მერაბი და ზვიადი ეს ერთი სიმბოლო არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და არ შეიძლება გამოუცხადეს ბრძოლა, მაშინ უნგრეთი დაიწვეს და ეს მათი პროკლამაცია ვრცელდებოდა, იწერდნენ ხელით, აკრავდნენ. სხვათა შორის 31 მარტი არის ზვიადგამსახურდიას დაბადების დღე და არც ერთი ტელევიზია არ ახსენებს ხოლმე აი ამ დღეს ამ ხრივაც, იმიტომ რომ ნიშნულოვანი არის დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, რეფერენდუმი შედგა, მაგრამ პირველი პრეზიდენტი, ერთადერთი პრეზიდენტი ყავდა და მისი დაბადების დღე როგორ არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა. იცით სპეციალურად გამგეფარის ეს გაკეთებული ბატონი ზვიადის იუბილეი 60 წელი აღნიშნეს საოპერო თეატრში და 70 წელი მე მგონი უნივერსიტეტის ეს მე ერთ ფაქტს გავიხსენებ, უბრალოდ სამარცხვინო ეს ფაქტურად
საფრანგეთში ლევლის სასაფლაოზე, ნოე ჟორდანიას საფლავზე დააწერეს, რომ ის იყო პირველი პრეზიდენტი. უბრალოდ სამარცხვინო არის, იმიტომ რომ ყველა თავისი დამსახურება აქვს, თავისი რეგალიები აქვს და არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. ის იყო იმ დროინდელი მთავრობის ხელმძღვანელი, თან პირველი არ ყოფილა, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ზუსტად გამსახურდია იყო პირველი და ერთადერთი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მეტი არ ყოფილა. მე კარგია რომ გაიხსენეთ ჟორდანია, პირადად მე ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს მის საწინააღმდეგო და მიკვირს რომ მისი დარბაზია მთავრობაში მთაწმინდაზე დამარხეს გენერალი კვინეტაძე მისი რომელიც ჩააბარა მე არ მინდა ახლა მაგ საკითხებზე ვისაუბრო, უბრალოდ მე მათ ის რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს როგორ მოხდა ეს საკითხია, მაგრამ გამოცხადდა ესეც დიდი გმირობა არის და საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის მიღწევა არის და ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველაფერს გვავიწყებენ და ყველაფერს უკუღმა ასწავლიან ჩვენს მომავალ თაობას, ეს არის მისახედი, ამას უნდა მივხედოთ სრულიად საქართველომ და შესაბამისად ყველას თავისი სიკარგე, პატივი უნდა მიეგოს თავიანთი დამსახურების მიხედვით და არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება მე კიდე აღნიშნავ რომ ჟორდანია იყო მენშევიკის ქალიშვილი ყავდა ცოლად სოციალ-დემოკრატი და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ქართველი ერის, იმიტომ რომ ის ნაწილი, ის თავადაზნაურობა, მხედრობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამას. მაგას თავისი წინა ისტორია ჰქონდა, რატომაც დანიშნეს ეს შორს აგვიყვანს დღეს ამ გადაცემაში ალბათ ფაქტებს გაეცნო. დრო არ გვეყოფ ამას ცალკე გადაცემა რომ მოვუწყოთ უკეთესი იქნება, მაგრამ ეს დღე 91 წლის 31 მარტი ეს დღე არის ის უნიკალური დღე, მსოფლიო მოვლენის დღე არის, მე მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ მსოფლიო დავამარცხეთ ჩვენ. მსოფლიოში დავამარცხეთ იმ საბჭოთა პირსიცხვიანი სახელმწიფო, რომელმაც მთელი მსოფლიო ჩაყლაპარაკდა საქართველოზე. ეს იყო და დღესაც მაგაზე ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ხელში გაჩხერილი იმ საბჭოთა კავშირის აღდგენა რომ უნდა და ცდილობენ ყველაფერს რომ რამენაირად ეს რეფერენდუმი გააქრონ ისტორიის ქარცეცხლიდან და მოსპონ. ზვიად გამსახურდია მოსპეს, უზენაესი საბჭოს განადგურება ხდება, იმ მინისტრების განადგურება ხდება, ეროვნული ადგილობრივი მმართველობის, ყველაფრის განადგურება უნდა, თითქოს არ არსებობდნენ, არ იყვნენ და მე იტყვიან არც რეფერენდუმი არ ყოფილა, აი აგერ 9 აპრილთან დაკავშირებით რაღაცა ორი სიტყვა უწერიათ ბავშვებს წიგნში, რომ აი თითქოს არაფერი რა. ბატონო გიორგი, მეცაც გეტყვით, ამ რეფერენდუმს და ამ მიღწევებს ითვისებენ, თითქოს ეს მათთვის. კი, ითვისებენ და მე ცვლიან, ზუსტად მაგაშია საქმე, ანუ დღეს ისეთი ადამიანები საუბრობენ და რეფერენდუმზე და ვინც უშუალოდ ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, ტყვიას ესროდა. კი, ზუსტად ეს მათ უნდათ ახლა ეს მიითვისონ თვითონ და თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და იმიტომ ვამბობ მე რომ ის ადამიანები მე უზენაეს საბჭოს წევრებს მინდა მიმართო, სულ ყველას მინდა მიმართო, გახლით და იბატონის მეშვეობით გააკეთეს ის რომ თქვენ ფაქტიურად ისტორიიდან გაგაქრეს. სოციალურ ქსელებში თქვენ შესახებ ინფორმაციები იმდენად წერია რომ ფაქტიურად არ არის. ვიკიპედიაში ისეთი რამეები წერია, რომ საერთოდ სიახლოვესაც არ არის რეალობასთან, ამიტომ მე მოგიწოდებთ, რომ გაერკვიოთ ამ ყველაფერში და მობრძანდით 31-ში, ვაკეში, აბაშიძის 36-ში 2 საათზე გელოდებით ერთად გადავწყვიტოთ ამ ქვეყანაში რა უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა აღვადგინოთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი და კანონიერება. ამაზე ვიმსჯელოთ და ერთად
მომავალი თაობაც აგერ მე არ ყოფილ ვარ არც უზენაეს საბჭოს წევრი, არც თქვენ მთავრობა, არც იმ მთავრობაში ყოფილ ვარ, არც ადგილობრივ არჩევნებში არ ყოფილ ვარ, მაგრამ მე გული ტკივა დღესდღეობით ქვეყანა უკან მიდის, ფაქტურად ნადგურდება და მტრები ხეირობენ და მოდით აღვადგინოთ ეს სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ ქვეყანა და ერთად ვიბრძოლოთ. გარდა იმისა, ბატონ გიორგი, აუცილებელია ისტორიის ცოდნა, რეალური ისტორიის. იმიტომ რომ უმეცრება არის სათავე ყველა სიბოროტის. სამწუხაროდ ეს ჩვენ ქვეყანაში. დედაო, მე მინდა ერთი ფაქტი ვთქვა, როდესაც გროზნოში მიიღეს დადგენილება, სხვათა შორის უმნიშვნელოვანესი დადგენილება მიიღო, ზვიად გამსახურდიას დამსახურება არის, როდესაც შეკრიბა სამივე ხელისუფლების სამივე შტო გროზნოში და მიიღეს ბრწყინვალე დადგენილება, რომლითაც ფაქტიურად ხელი შეუშალეს მომავალში აი ამ წარმონაქმნებს ქვეყნის გადაკეთება, გადმოკეთება და ქვეყნის ძარცვას სამართლებრივად, მაგრამ ეს de iure არის, de facto უნდა განვახორციელოთ ეს ყველაფერი და de facto განხორციელდება მხოლოდ ერთად დგომით, ერთად შევებრძოლოთ ტერს და ერთად დავამარცხოთ საქართველოს მომავლისათვის და საქართველოს გამწყინებისა და დიდებისათვის. ბატონებო და ქალბატონებო, ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაფერს, ყველა საქმეს სარჩული უნდა კონდეს სამართლებრივი, იურიდიული და ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა არის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობა, მისი დეპუტატები და რა დღეში მე გითხარი იმ usinatlო გოგონებზე, რომლებიც დაბერნენ და ზოგი შიმშილით მოხვდა და ზოგი აი ასე უპატრონოდ ეს დეპუტატები არაფერს არ ღებულობენ. როგორ შეიძლება თვითონ ხომ ირიგებენ ათასობით ხელფასებს და ჯილდოებს და ნუ 1000 რამ. უნდა იყოს რაღაცა წესრიგი ელემენტარული და სამართლიანობა. მე მინდა მოგახსენოთ ჩემი პირადი ცხოვრებიდან შეხვედრების შესახებ აი ბატონ ზვიადთან. რამდენად დიდსულოვანი და რამდენად განახლებული პიროვნება იყო. ეს ყველასაც არის ცნობილი და როდესაც მის ციკლს და მის ნაშრომებს ჯერონად არც კითხულობენ და არც აფასებენ. ხოდა მისი ეს იყო ნამდვილი ბუნებით ჯერთი პატრიოტი, მერე დემოკრატი, ყველას უსმენდა. აი ხომ გითხარით თავადაზნაურთა საკრებულოს წევრები მიიღო და პირველი რაც მკითხა მე, როდესაც მივედით, კი ბატონო, სამეფო კანდიდატურა გყავთ? მივთხარი არა, იმიტომ რომ ფიქრობდა მონარქიაზე. ჩვენი ეს ლოგო მამულიანა საწმუნოება პლუს მეფე სწორედ ამას ასახავს, რომ ჯერთი ნაწინასწარმეტყველია საქართველოში აღსგება უпростоრად კონსტიტუციური მონარქია არ არსებობდა, დადგინდება ეს წყობილება აუცილებლად და ბატონი ზვიადი ამას იზიარებდა. მე გამომიძახა ერთხელ და თქვა, თქვენ უნდა მაშინ ორი გაზეთი იყო სამთავრობო, კომუნისტი და ზარევასტოკა. თქვენ უნდა გახდეთ ამ ზარევასტოკას რედაქტორი, მე მომართა. მე ვთხარი მე თავისუფალი ჟურნალისტი ვიყავი და 9 აპრილის მერე მე მანამდე მუშაობდი კულტურის კორესპონდენტი ვიყავი საქართველოში და პროტესტის ნიშნად წამოვედი. მაპატია ჩემ თავზე რომ საუბრობ, მე და იზვესტიის კორესპონდენტი ტანე ჭანტურია ვიყავით პირველი ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენ დავტოვეთ ეს საკავშირო პრესა და რაღაცა პრივილეგიები, რომ და დავდექით ჩვენ ხალხს 9 აპრილის მერე. ხოდა მე ვთხარი მე თავისუფალი ჟურნალისტი ვარ და იფიქრეთო კაცრად მითხრა და მერე კიდევ გამომიძახეს და მითხრა მაშინ სახელით მომართა ქალბატონოია, თქვენ როგორც ქართველს არ აგაქვთ უფლება უარის თქმა. თქვენ უნდა ეს რუსული პარტიული გაზეთი
გადააქციოთ ქართულ ეროვნულ გაზეთად. და ამაზე უარი ვერ უთხარი და დავიწყეთ დღე და ღამე მუშაობა გაზეთში. ტირაჟი გავზარდეთ სამჯერ გაიზარდა, გავხსენით უნივერსიტეტები, მოსახლეობისათვის და მრავალი სხვა და რაც მთავარია, ბატონი ზვიადის თხოვნით ჩვენ წავედით სანქტ-პეტერბურგში. მაშინ იქ იყო მერად აირჩიეს ანატოლი სობჩაკი და მისი სტუმრები ვიყავით. ძალიან საინტერესო შეხვედრები ჰქონდა, უთხარით მას და პირადი წერილი გადმოგცა ბატონმა ზვიადმა, სადაც წერდა, რომ პეტერბურგთან, ჯერ ბროდსკისთან მეგობრობდა და ძალიან ბევრი აკავშირებდა მასაც მამამის ქართული ლიტერატურის კლასიკოს კონსტანტინე გამსახურდეს და ეს წერილი სობჩაკმა ხმამაღლა წაიკითხა და კარებს გვიღებდა ეგრეთ წოდებული რუსეთის იმპერატორი ვლადიმერ პუტინი, მის მოადგილე იყო. კი ბატონო. სამწუხარო არის, მაგრამ ხო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე მინდა თქვენ გაჩვენოთ შეხედეთ ეს ჩემი წიგნია, სადაც მე მოვათავსე აქ ბატონი ზვიადის პორტრეტია, მისი წიგნები, მასზე ნარკვევი ეს დაიბეჭდა ნიუ-იორკში გამოდიოდა ძალიან დიდი გაზეთი ნოვაია რუსკაია სლოვა. იქ და იქიდანაც მივიღეთ მრავალი წერილი ბატონ ზვიადზე, იქაც იცნობდნენ და ეს სიტყვები დინარე საწინააღმდეგოდ მხოლოდ მკვდარი თევზი მიყვება, ეს იყო ხოთეშორის ბეიკერს უთხრა, როდესაც დაარბევდნენ მეტროსთან ეროვნულ ძალებს და რესპუბლიკის მოედანზე ხდებოდნენ, შევარდნაძე ხდებოდა ბეიკერს და ხალხი რომ დააჩოქა, იცით თქვენ ეს სამარცხვინო ამბები. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ბატონებო, მოვზანდით 31-ში, ეს არ არის მარტო თარიღი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, მე ვიტყოდი, როდესაც ქართველი ერის გაღვიძებისა, ქართველი ერის ერთად შეკვრისა, ქართველი ერის მომავლის დასახვისა და დაგიმშვიდობებით, ასე ბატონო გიორგი, დიდი მადლობა და დიდი მადლობა. სიტყვა. დიდი მადლობა ტელევიზიას, დიდი მადლობა თქვენ, რომ მოგვეცით საშუალება დღეს გამოსულიყავით და საზოგადოებისთვის მიგვემართა. მე მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ 31-ში, ვაკეში, აბაშიძის 36-ში 2 საათზე და ერთად გადავწყვიტოთ როგორ აღვადგინოთ საქართველოს რესპუბლიკა თავისი კონსტიტუციური წესრიგისა და კანონიერების შესაბამისად. ამიტომ გთხოვთ თქვენს გვერდში დგომას, მოდით ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსათვის, საქართველოსთვის. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ და მე მინდა გავიხსენო ბატონი კონსტანტინეს სიტყვები, ის ამბობდა, რომ საქართველოში ამდენი წმინდანი და ამდენი მოღალატე რომ არის, არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ ეს უნდა ამოვქრათ, ეს სამწუხარო მოვლენა და ვიფიქროთ ასე დიდ თარიღებზე და დიდ სულოვან პიროვნებებზე, დიდ საქართველოზე, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მეთაურობით. გაიხარეთ. დიდი მადლობა.